დღევანდელი ჩემი სტუმარი იქნება ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი კაკი რამიშვილი იქნება, იმიტომ რომ კაკი არის თაობის წარმომადგენელი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ რა, უმაგრესი ძვაკაცები საძმაკაცო ყავს, ძალიან ბევრი მათგანი აღარ არის ცოცხალი, გარდაცვლილია. მე ამ საძმაკაცოს ვეძახი, ჩემთვის ვეძახი რადილა თენდება რა, ეს იმიტომ რომ ეს იყო ის ისეთი საძმაკაცო ახალგაზრდობიდან რომ ახსოვს რომ სადაც ესენი მოკლედ შეიკრიბებოდნენ და მოკლედ გამოჩნდებოდნენ, იქ სიხარული იყო და ბედნიერება იყო და რა ვიცი, ეს იყო გიოს საძმაკაცო, ეს იყო ირაკლი ჭანტურიას საძმაკაცო, ეს იყო წახნაგა, თავგასა, მერაბ თევზაძე, ალიკო კვაშალი, რა ვიცი, ამდენი ჩამოვთვალო, ხო? გია კობახიძე, ფიჟერო, რა ვიცი. დღესასწაულები იყო რა, მოკლედ და გამახსენდა ეს ამბავი, რომ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმ დღეს უყურებდი, ეს იგი წარმოიდგინეთ სიტყვები ნახეთ ჯერ მარტო და სიმღერაც, ხო? ეხლა 80-იან წლებში დაწერილი სიმღერაა, ხო? პრინციპში გაგანია კომუნისტური პერიოდია, ხო? მაგაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო. მაგრამ სიტყვებს დააკვირდით რა. აი თუ შეიძლება ეხლა გავუშვებ, იმიტომ რომ აი ისედაც ეხლა ვიდეოს წავაწყდი, რომ 23 სკოლელები არიან რაღაც ბანკეტს იხდიან, ხო, დღეს უკვე რა, ადრე დამთავრებულები და ამ სიმღერით ხვდებიან თავად მასწავლებელს რა. ხო და აი გამახსენდა მე სიტყვებს რომ დაუკვირდი კარგად, ხო, ეს არის რა სიმღერა გული მღერის, გული ხარობს, ბრუნავს დედამიწა, უღრუბლოცა, კრიალა ზღვა, რა გინდა სხვა, ეს სიტყვები, ეს სიმღერა იწერებოდა გაგანია კომუნისტების დროს. და ეხლა რა დაგვემართა, გამაგებინეთ რა. აი გახოთ ეს ვიდეო რა, ძალიან მაგარი ვიდეოა რა, ეს 23 სკოლელები როგორ თავის იმას აღნიშნავენ რა, თავის 30 წლის თავს თუ 20 წლის თავს არ ვიცი, მაგრამ მაგარი ვიდეოა, როგორ ხვდებიან მასწავლებელს რა. აი ეს არის უბედურება ხდება. ადამიანები დადიან, სკოლელები, კლასელები ერთმანეთს ხვდებიან, ეხუტებიან, იქ კონცერტებია, იქ თეატრია, იქ სპექტაკლებია, ეს არის უბედურება. რატო აგიჟებთ ამ ბავშვებს? უფროსებს არავის არ ჯერავთ თქვენი და არის, მაგრამ აი პატარა ბავშვებს რატო აგიჟებთ ამით, რომ ყველაფერი თავზე გვეყრება, ცუდათა ვართ, შავბნელი დღეებია, სიტუაციებია, 5 ლარით ხორცი გაძვირდა თუ 20 ლარით თუ რაღაცა და ხალხს შია და რაღაცა. გასაგებია ყველა განვისტით იმას და ყველას გვინდა რომ რაღაც ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, ხო? აი რა არის ეს? აი 80-იან წლებში რატო არ იყო ეგეთი რაღაცა? როცა მართლა ძალიან ცუდად ვიყავი და როცა მართლა დიქტატურაში ვიყავი და როცა ერთი ტელევიზია მუშაობდა, მაშინ რატო იყო ესეთი რაღაცა, რომ ყველას ყველაფერი გვიხაროდა? და დღეს ყველაფერი ეს არის დამსახურება ტელევიზიების. და იმ ტვინის გამორეცხების რაც ხდება რა. ეს ტელევიზიები რო არ იყვნენ, ესეთი სიტუაცია კი არ იქნებოდა თქვენ თავებში. არ იქნებოდა, არა. აი ხა მინდა გავუშვათ, აი რას ერჩით ახლა, აი ნახეთ რა, ბავშვები იგივე სიმღერას რა, ამათ ვენაცვალე მე რა და აი ეს არის რა, რომ ამ ბავშვებისთვის ღირს ყველაფერი და ამ ბავშვებს ჯერ მარტო ამ ბავშვებს არ უნდა აკადროს ესეთი რაღაცა, რომ არის თურმე კოშმარი და ჯოჯოხეთი რა. როდესაც გადახედო მსოფლიოში რა ჯოჯოხეთი ხდება მართლა რა. აი გავუშვით აი ეს სიმღერა რა, ეს ძალიან მაგარი სიმღერა რა, წახნაგას სიმღერა არის და აი მინდა რომ მართლა შედევრალური სიმღერაა რა და აი თუ შეიძლება გავუშვით ეს რა. Sirva
ну აი ეხლა წარმოიდგინეთ რა, ეხლა წარმოიდგინეთ. აბა რა უღრუბლოცა კრიალა ზღვა, ბავშვები მღერიან, უხარიათ რაღაც აი და რატო გრუზავთ ამ ბავშვებს გამაგებინეთ თქვენი დაგრუზული თავის გამო. რომ სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში პირველი პირი. რატო გრუზავთ გამაგებინეთ? ეს არ გეცოდებათ ეს ბავშვები? ბავშვი არ ყოფილხართ არასდროს? კარგი იქნებოდა თქვენ ბავშვობაში რომ სულ აი რაღაცა ისე და არ ყოფილიყო ეს ბედნიერი დღეები და ისე და ეს კარგი იქნებოდა. ეს პირველ რიგში ხო ბავშვებზე არის, ხო ბავშვები საშრობივით იწოვენ ჩვენგან რაღაცეებს, ხო? გვაძავენ ისა, ესა, აი მაინდა-მაინც ისე აკეთებთ, რომ აი დათრგუნოთ, ეს ბავშვების დათრგუნოთ, ხალხის დათრგუნოთ, არაფერი არ ვარგა, ყველაფერი სიბნელია, აუ რა არის ესა რა, აი არ ვიცი რა. ცოტა გვერდიდან შეხედეთ რა თქვენ თავს და თქვენ ბავშვებს და თქვენ მომავალთაობას რა. აი ამ შურში და ბოღმაში ნუ ჩაიხჩობით რა, ძალიან გთხოვთ რა. ჩანს ეს ყველაფერი, ჩანს. და ბავშვებსაც უმწარებთ შინაგან იმას, რა ქვია, აი სისუფთავეს რა, რაც აქვს ბავშვს საერთოდ ცხოვრება და რაც არის ბავშვობა რა. რაღაცა როგორ მახსოვს ეხლა მაგას როგორ მეტყოდა, ბებია ჩემი, მამა ჩემი, ანდე ჩემი, აი რაღაცა მილიონი რაღაცა ხდებოდა, ხო? მაგრამ ჩემ ყურამდე არ მოიტანდნენ მაგას და პატარების ყურამდე რომ რაღაც ცუდად არის და რაღაცა და ვაიმე და ისე და ესა რა. მაგის მეც არაფერს არ აკეთებთ რა.